რა ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის შავი ზღვის სანაპირო ზოლს მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებლობა. მდინარე ნატანის თითქმის ერთადერთი ბუნებრივი წყაროა აჭარის ნაპირებისთვის. ადგილობრივი მეთევზეები ჭოროხში იქთიოფაუნის შემცირებაზე უკვე ალაპარაკდნენ. გიორგი წეროძის რეპორტაჟი მოსალოდნელ რისკებზე. თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული დერინერის კაშხალი დღეში რამდენიმე საათით იკეტება. კაშხლის გადაკეტვის შედეგად მნიშვნელოვნად ეცემა მდინარე ჭოროხზე წყლის დონე. 1997 წლის შემდეგ ჭოროხში ინერტული მასალის გატარება 8 მილიონი კუბური მეტრიდან 1 მილიონამდე შემცირდა, რაც აჭარის სანაპირო ზოლზე უარყოფითად დაისახა. კიდევ ერთი ჰესი ამ ეტაპზე აჭარის ტერიტორიაზე შენდება. სპეციალისტების შეფასებით მსგავსი ცვლილებები პრობლემებს როგორც სანაპირო ზოლს, ისე იმ ენდემურ ჯიშებს შეუქმნის, რომლებიც მდინარეში ბინადრობენ. ხდება მდინარის გადაკეტვა და თევზს უკვე აღარ შეუძლია, ეზღუდება მიგრაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოა მისთვის. მათ შორის ცნობილია, რომ შავი ზღვის ეს ჩვენი ტერიტორია, ასევე მდინარე ჭოროხი, ისევე როგორც სხვა მდინარეები, არის ძალიან მნიშვნელოვანი იქთიოფაუნის საბინადრო. ჭოროხში თევზის 10-ზე მეტი სახეობა ბინადრობს. მათი ნაწილი სარეწაოა, ნაწილი კი წითელ წიგნშია შეტანილი. მეთევზეები ამბობენ, რომ კაშხლების აშენების შემდეგ მდინარეში თევზის რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლო. მდინარემ კალაპოტი შეიცვალა მაგით ავისთავად და თევზიც ნაკლებია. უკვე ბევრი სხვადასხვა ჯიშის თევზები, რომელიც იყო წვერა, კეფალი უკვე ნაკლებია და აღარ შემოდის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელიც კაშხლის მშენებლობაზე მუშაობს, კონკრეტული ვალდებულებები ეკისრება, რათა არ მოხდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა. მათ უდგინდებათ მთელი რიგი ვალდებულებები, რაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, მათ შორის ყველა ის შემარბილებელი ღონისძიება, რაც უნდა შეასრულონ, არ მოხდეს ზეგავლენა წყლის ეკოსისტემებზე და ასევე მათ აქვს ვალდებულება, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი. ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვა მადლის დასახლებაში რამდენიმე ათეული მეტრი ნაპირი უკვე მიიტაცა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურ კონსულტაციებს გადის დარგის სპეციალისტებთან სანაპირო ზოლის შენარჩუნების მიზნით. ჩვენ გვაქვს ძელვადიანი გეგმა, რომ თუ როგორ უნდა მოვუაროთ ნაპირს. იმ გეგმის ნაწილია ერთ-ერთი ეს დამცავი ნაგებობა, რომელიც აშენდა, ახლა და შენდება და მიმდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს იტალიელებთან საუბარი, ძველი ბულვარის სანაპიროს შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამაზე სამომავლოდ ვიმუშავებთ და ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ამაზე მიდის კონსულტაციები. ჭოროხის სიგრძე 428 კილომეტრია, საქართველოს ტერიტორიაზე კი 26 კილომეტრიან მონაკვეთზე მოედინება.